გითხრათ, რომ ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში მე ნამდვილად გაოცებული ვარ, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ 10 თვის თავზე ჩვენ დღეს აქ ვართ კვლავ კუბლაშვილის სასამართლოში და ვართ იმის მოწმენი, რომ გიგა ბოკერიასთან ნაციონალური მოძრაობის დადგმის სცენარის და პროვოკაციის გამო ასამართლებენ ეკლესიის მსახურს. ეს განსაკუთრებით აღმაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყველანი ვხედავთ იმას, რომ უამრავი ადამიანი, რომლებიც იყვნენ ჩართული იმ დამნაშავე სისტემაში, რომელიც ქონებას ართმევდა ადამიანებს, ღირსებას ულახავდა, რაც მთავარია, აუპატიურებდა ციხეებში, ეს ადამიანები არიან გარეთ, მკვლელები დადიან გარეთ და რაც მთავარია, ამ სისტემის შემქმნელნი სააკაშვილის მეთაურობით არიან გარეთ და დასეირნობენ თავისუფლად. ვიდრე ეს ადამიანები არ იქნებიან დაჟილი, ნებისმიერი მცდელობა დღევანდელი სასამართლოს ჩატარების მაგვარი იქნება ნამდვილად საუკეთესო მაგალითი შერჩევითი სამართლისა იმისათვის, რომ ჩვენ თავი მოვიწონოთ გაუგებარი, ესე ვთქვათ, კეკლუწობით. რა თქმა უნდა, სოლიდარობას უცხადებს სწორედ ეკლესიის მსახურს, რომლებიც შესაძლოა ზედმეტად ემოციურნი იყვნენ და ზედმეტად გამოხატეს თავისი ემოციები, მაგრამ ნამდვილად მათი მხრიდან ძალადობა და ადამიანების ცემატყება ან იმის მიასედი, რაც ჩვენ 20 მაისს ვნახეთ, ნამდვილად არ ემსახურება. თქვენ დაესწრებით სასამართლო პროცესს? არა, მე არ დავესწრები სასამართლო პროცესს, იმისათვის, რომ ეს რაიმენაირად არ ჩაითვალოს სასამართლო პროცესის მოქმედების ნიშნად, მაგრამ ჩემი პოზიციის დაფიქსირება ნამდვილად მინდა. Are you